მინდა სტუდიაში მოვიწვიო პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორი ხატია დეკანოიძე, სწორედ ამ სტატუსი წარმოადგენ მე მას ეხლა დღევანდელ ეთერში. ხატი აქ გთხოვთ, დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მინდა ვისაუბროთ იმ ქვეყანაზე, რომელიც უკვე აუტანელს ხდის ბევრი ადამიანისთვის უბრალოდ არსებობას, ქვეყანა რომელიც წალეკა კრიმინალმა, სადაც მარტო ერთი დღე ადასტურებს იმას, რა უმძიმეს რეალობაში უწევთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს ცხოვრება. შუადღეს ცეცხლი გაიხსნა ბათუმში, საღამოს საშინელი ტრაგედია მოხდა ვერაზე თბილისის შუაგულში და სულ ცოტა ხანში მომხდარიდან ან შესაძლებელია პარალელურ რეჟიმშიც თავს დაესხნენ ანგარიშწორების მიზნით, ფიზიკურად გაუსწორდნენ იუმორის ონისე ოქრიაშვილს და ეს ყველაფერი მოხდა ერთ დღეში, რომელიც დაიწყო თავისუფალი ჟურნალისტისთვის ბორკილების დადებით Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო. მე მინდა ეხლა თქვენთან ვისაუბრო, შემთხვევით არ წარგადგინეთ როგორც პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორი, მინდა ვისაუბროთ იმ რეალობაზე, რაში ჩვენ გვიწევს ცხოვრება. ქვეყანა, სადაც მოძალადეები თავისუფლად დათარეშობენ, ვინ დადის იარაღით, ამის კონტროლიც რომ არ ხდება, თუნდაც ეს მომხდარი ტრაგედია ადასტურებს ამას. თქვენი პირველი რეაქცია ამ ყველაფრის ფონზე? საღამშვიდობის. მე პირველ რიგში მინდა მიუსამძიმრო ყველას, მიუსამძიმრო ოჯახს. შესანიშნავი ახალგაზრდა, 17 წლის ახალგაზრდა დავკარგეთ და დავკარგეთ ზუსტად იმ განუკითხაობის გამო, რაც თქვენ აღწერეთ ინგა და რა იყო ჩემი რეაქცია პირველი? ყოველთვის არის ალბათ ისეთი, როგორიც აქვს ყველა დედას. მე ვრეკავ შულთან. და ალბათ არ არსებობს სხვა რეფლექსია, არ არსებობს სხვა რამ დედამ გააკეთოს, იმიტომ რომ როდესაც კვლელობა ხდება ქუჩაში, როდესაც ახალგაზრდებს ესე არ ვიცი, ყოველგვარი რაღაცა დღისით, მზისით, საღამოს გასართობად გამოსულ ბავშვებს, ჩვენთვის ბავშვებს, იმიტომ რომ ჩემ შულზე პატარები არიან, ესე რა ვიცი, ვიღაც ესვრის იარაღს ადამიანი, რომელიც წესით არ უნდა დადიოდეს ქუჩაში თავისუფლად, იმიტომ რომ მას პრობლემები ჰქონდა, როდესაც ვიღაცამ შეიძლება გცემოს, როდესაც ვიღაცა შეიძლება ჩაუსაფრთეს ჩვენ შვილს, როდესაც ვიღაცამ შეიძლება არ ვიცი, ხუმრობის გამო თავპერი დაალეწოს, როდესაც შეიძლება მანქანი წყალში ჩაიძიროს და მე რა ვიცი, გეტყვით რომ ჩემ შვილს შარშან კარკასი რო ჩამოვარდა სადგურზე, ჩემი შვილის მანქანას დაეცა ის კარკასი სადგურზე, უზარმაზარი სინკარი და 2 წამით გადარჩა, რომ თვითონ არ იყო ამ მანქანაში. როდესაც ნებისმიერ შემთხვევაში ტიტუშკა შეიძლება დახვდეს, ვიღაცა მესროლოს, პოლიციამ გააჩეროს, იმიტომ რომ პოლიციას ნდობა აღარ არსებობს ამ ქვეყანაში. შეიძლება რაღაცა, არ ვიცი, რაღაცა მოხდეს, ხო? ჩემი პირველი რეფლექსი არის ზუსტად ის, რაც თქვენი. ეს არის შვილთან დარეკვა. და მე დავწერე კიდევაც დღეს, რომ მე წვდარდები მაშინ და ყველა დედას ალბათ ესა აქვს, რომ მუცელში უვლი, სანამ გაიგებ იმ ერთადერთ სიტყვას, ხო, დედა. აი, ეს არის ჩვენი ტრაგედია დღეს, რომ არც ერთი დედა არ არის, არ ვიცი, წყნარად სახლში. გაუშვებ ზრდასრულ შვილს, არ ვიცი რა მოუვა. გაუშვებ პატარა ბავშვს, შეიძლება დაიხრჩოს ამ ბასეინში ან დენმა დაარტყას. და ამაზე პასუხისგებლობას არავინ არ იღებს. შეიძლება სარწეველა საქანელა დაეცეს. ეს არის ძირგამომპალი სისტემა, რაც არის ჩვენი ყოველდღიურობა. ყველა ესე ვართ, ინგა, ჩემს გარშემო, ჩემი მეგობრები, არ არსებობს ადამიანი, რომელიც თავის შვილს არ ურეკავს. კი, რა ვთქვი, მე და პირველი რაც იყო, დაურეკე ჩემს შვილს და უთხარი, ხო, კარგად ხარ. კი, რა ხდება, სამსახურშია, მაგრამ ყველა შვილი ხო ვერ მივიდა სახლში იმ ღამეს, ეს ბავშვი არაჩვეულებრივი ადამიანი ხო ვერ მივიდა. დაპირისპირებაც კი არ ყოფილა სრულიად უდანაშაულო ბავშვებისთვის და ტაქსში მჯდომი ერთი ქალი. ძალიან ემოციურია ჩემთვის. აი ახლა მაგალითად მე აქ ვდგავარ, არა როგორც ან ყოფილი რაღაც ვთქვათ, თუნდაც პოლიციელი, ან უკრაინის, ან საქართველოსი, ან როგორც პოლიტიკოსი, მე ვარ დედა პირველ რიგში და ყველას შემიძლია უთხრა, რომ ეს არის გაუსაძლისი, როდესაც ჩვენ ეს სისტემა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შექმნილია იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილს
ემსახუროს და ჩვენ რა ქვეყნად გადავიქეცით, ესეც მინდა მე აუცილებლად ვთქვა. აი, ამიტომ ჩვენი შვილები შეიძლება სახლში ვერ დაბრუნდნენ. ამიტომ ჩემი პირველი რეაქცია ყოველთვის ეს არის, ისევე როგორც ყველა დედას და ნებისმიერ შემთხვევაში ის 15 წამი, რომელიც შენ სუნთქვა შეკრული და ჟანგბადი არ ჩაგდის და ელოდები, რომ შენი შვილი აიღებს ტელეფონს და გიპასუხებს, ხო, დედა, იმ დედისთვის ეს 15 წამი არასოდეს აღარ დასრულდა. რამ გამოიწვია კრიმინალის აი ამ დოზით გამწვავება? მე მაგალითად აუცილებლად შემოვიტანდი ახლა ჩვენ საუბარში იმ თავდასხმას, რომელსაც წინ უძღოდა პროპაგანდის მიერ იერიში პირდაპირ იუმორისტზე, ონისე ოქლიაშვილი და საღამოს ჩვენ ვნახეთ, როგორ დაესხნენ მას თავს. ანუ წაქეზება, მეტი არაფერი შეიძლება დავარქვათ, მეტი სხვანაირად უბრალოდ თუ არა დაგეგმვა საგანგებო მინიმუმ წაქეზება, რომელიც იგეგმებოდა ადამიანის წინააღმდეგ, რომლის ესეთი დამახინჯებულად გაუშვეს რაღაც ამონაჭერი ვიდეო მასთან დაკავშირებით, მაგრამ მე პროპაგანდა შეეცადა რომ აეგო მის წინააღმდეგ ეს შავი კამპანია შეტევის და პიარის. ეხლა მე მაინტერესებს თქვენ როგორ ფიქრობთ რეალურად რამ გამოიწვია ეს? ამ დოზით კრიმინალის მატება. ეხლა მე უსმენდი დედასთან, იმ ადამიანის დედასთან ჩაწერილი ინტერვიუს, რომელიც ყვებოდა რომ შეუძლებელი იყო რომ ამ კაცს ვინც გუშინეს საშინელება მოაწყო დედაქალაქის შუაგულში ქონოდა იარაღი. შეუძლებელია რომ ჩვენ ავიტანოთ ასე ყოველდღიურად ამდენი ადამიანის გაუბედურება და თქვენ როგორ ფიქრობთ ეს რა არის? რა პოლიტიკის შედეგია? ეს აწყობს მმართველ გუნდს? თუ არ აწყობს, მაგრამ ვეღარ აკონტროლებს, იმიტომ რომ დიდი დოზით იყო ყოველთვის გადახლართული კრიმინალთან. პირველ რიგში ის რომ ეს არის ზუსტად ის სისტემის გამოძახილი და შედეგი, რაც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა, ეს ოლიგარქიული, კორუფციული, მკვლელი სისტემა და კლეპტოკრატია, ხო? ანუ ჩვენ შევხედეთ ახლა სულ რამოდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყულების სპორტი დაასანქცირეს და მე და თქვენ, აი ზუსტად აი ამ ეთერში გქონდა ამაზე მრავალჯერ საუბარი და მე ვაფრთხილებდი ზუსტად ქართულ ოცნებას, ანტიერონულ ძალას, რომ თუ ისინი არ შეწყვეტდნენ ვაჭრობას და რუსული გემების შეშვებას ზუსტად ჩვენს ინფრასტრუქტურაში, მაშინ რა თქმა უნდა საქართველო აღმოჩნდებოდა ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ. კრიმინალი იმიტომ გაიზარდა ქალტოინგა, რომ უბრალოდ არ აწუხებს ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხის ბედი, უბრალოდ მას არ აწუხებს ჩვენი შვილების ბედი. ნახეთ როგორი სისტემაა. სისტემა არის კორუფციული, პოლიცია მხოლოდ გადაიქცა ჩაგვრის ინსტრუმენტად, ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ, ჩემი მეგობარი ბახოსანაია არის ციხეში, უამრავი პოლიტიკოსი არის, პრეზიდენტია ციხეში, პოლიტიკოსები არიან ციხეში, აქტივისტები, სტუდენტები და ამ დროს კრიმინალი ადამიანი, რომელსაც წესით აღრიცხვაზე უნდა იყოს, აღრიცხვაზე, იმიტომ რომ წარმოუდგენელია, შენ თუ აი ოდნავ მაინც ლეგალისტურად, სამართლებრივად უდგები საკითხს და პოლიციელი ხარ და იცი იმ უბანში რა ხდება და უნდა იცოდე, ინგა, ეს თუ არ იცი და მაშინ გეპარება მკვლელი იარაღით, რომელიც მას არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება კონდეს, მაშინ შენი ადგილი პოლიციაში არ არის და ესეთი პოლიცია ჩვენ გქონდა, როდესაც ეხლა იმ პოლიციის უფროსი აღარ იქნებოდა. როდესაც შენ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრი მფარველობს კრიმინალის ყველა აბსოლუტურად კუნძულს თბილისში და საქართველოში. ანუ ყველამ ხო იცის, რომ ბერა ივანიშვილი ალაგებს ყველაფერს კრიმინალთან. ყველამ ხო იცის, რომ ნებისმიერი პოლიციელი, რომელიც ხელს მოკიდებს ბერა ივანიშვილის ძმაკაცებს ან ვინმე მაღალ ჩინოსნის ძმაკაცებს, ვინც ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული, ეს ადამიანი, ეს პოლიციელის გაქრება სისტემიდან და ზოგადად ესეთი პოლიციელი აღარ არსებობს. ყველამ ხო იცის, რომ პოლიცია გადაიქცა მხოლოდ ბიძინას ტერიტორიის შემომფარგლავ ინსტიტუტად. მეტი მას არაფერი არ აქვს. ამ დროს რა არის პოლიცია? პოლიცია არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი. ინგა, თქვენ როდის გაგიგიათ ბოლოს, რომ აი მაგალითად ვინმეს უთქვავს, რომ მე ვენდობი და დავრეკავ პოლიციაში. პოლიციის მიმართაც ნდობა გაქრა. რატო გაქრა? იმიტომ რომ ადამიანები არ ენდობიან. ეხლა თუ თავისუფლების მოედანზე შეიძლება გააჩერო ახალგაზრდა, გაჩხრიკო, არ ვიცი, გადაუღო სურათი, რაღაცა პრობლემები შეუქმნა, ხო, რა ვიცი, გაჩხრიკო ერთი მანქანა, გაჩხრიკო, რატო არ შეიძლება რომ ვერაზე შანიძის და ხორავას კუთხეში მუდმივად უკაცრავად ამ სიტყვის ბირჟაზე მდგარი ადამიანი იყოს შენს თვალსაწიერში და თქვა რომ ეს ადამიანი საზოგადოებისთვის საშიშია. ვახოსანაია საშიში საზოგადოებისთვის? აი ამ გუშინდელმა და ელენე ხოსტერია და სხვა
ადამიანები. ანუ აი როგორ არის ეს? გოდიში შეგაწყვეტინებ, გუშინდელმა დღემ, იმიტომ რომ გუშინდელ დღეში ჩაეტია ეს ყველაფერი და აჩვენა სინამდვილეში რა გვჭირს. ციხეში გავშვეს ჟურნალისტი Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო. და ზუსტად გუშინგან ვითარდა მერი ამბები, რომელმაც შოქში ჩააგდო მთელი ქვეყანა. და დღის ბოლოს უამრავი ასეთი პოსტი და კომენტარი შემხვდა სოციალურ ქსელში. ეხლა რატომ მოხდა ეს ყველაფერი? დამნაშავე კრიმინალი ბჭყალებში ხომ ციხეში ჩასვითო, რა თქმა უნდა, ირონიით ჟურნალისტის დაჭერასთან დაკავშირებით. ესე არაფერს არ გაუშიშლებია ჩვენი რეალობა, როგორც გუშინ ზედიზედ მომხდარ ამ საშინელ ამბებს. ხო, იცით, ანუ აი ესეთი კლეპტოკრატიული ოლიგარქიის აბსურდიც ხო ეს არის, რომ ხანდახან ისეთი რაღაცეები ხდება, რაც ჩვენი თვალსაჩინოს მიღმა შეიძლება იყოს. ხო, ანუ და შენ ვერ დაიჯერო, მაგრამ ეს ხდება. ადამიანებს თვეების განმავლობაში აშავებენ, მაგრამ მონისეს ხო იმიტომ ჩაუსაფრთენ, რომ ის პროტესტის ძალიან აქტიური მონაწილეა აქ ხომ, რომელიმე ქართველი მწერლის სიყვარული არაფერ შუაში არ არის. ინგა, ჩვენ ხო მართლა ყველას ძალიან გვიყვარს და ვაფასებთ ნოდარ დუმბაძეს და ეს ყველა მიცის. აქ ხო არაფერ შუაში ეს არ არის. ეს ხო პროპაგანდაა და პროპაგანდისტებმაც უნდა იცოდნენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ის ძალადობა, რომელიც მათ დათესეს და ეს მკვლელი ძალადობა, იმიტომ რომ კაცმა არ იცის ონისეს შეიძლება რა მოსლოდა, ხო? არ ვიცი, თავში ჩაარტყეს, მუშტებით 3 ადამიანი ურტყავდა, ესეც ხო მკვლელი სისტემაა და ესეც ხო მკვლელი პოტენციური მკვლელები არის. დაორგანიზებული იყო მთელი შეტევა მიდიოდა რა. ხო, გაშავების, ამიტომ ივანიშვილის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ქვეყანა, რომელიც იმართება რუსული სისტემით, ქართველი ხალხი არის საერთოდ გაწეული, ამ სისტემაში ზოგადად არ არსებობს ადამიანი როგორც ღირებულება, კრიმინალი გაიზარდა, იმიტომ რომ პოლიცია აღარ არსებობს და საკუთარ ფუნქციებს უბრალოდ ვერ ასრულებს, კი არა, არ არის. ჩვენი შვილები, აი მე მინდა ყველას მივმართო, ეხლა ჩვენი შვილები ქუჩაში რო გადიან, არ არიან უსაფრთხოდ, არც ერთი თუნდაც ქართული ოცნების მხარდამჭერი იყო. თქვენი შვილებიც არ არიან უსაფრთხოდ. ნებისმიერ შემთხვევაში ბრმა ტყვია, რომელიც ხვდება ადამიანს. ღმერთმა ყველა დაიფაროს, რა თქმა უნდა, ეს ქალი მიდიოდა ტაქსით სახლში, არ ვიცი, შვილებთან ალბათ და ბრმა ტყვია მოხდა. ბრმა ტყვია ხო ვერ არჩევს. ვისი მომხრე ხარ? ქართული ოცნების ნაციონალური მოძრაობის თუ ვისი მომხრე ხარ, ხო? ან წყალდიდობა, ან ტრაგედიები. ამიტომ ეს კრიმინალური სუბკულტურა, რომელიც იზრდება ინგა და წესით ეხა თუ თქვენ შემეკითხებით რა უნდა იყოს, აქ უნდა იყოს სისტემა, პოლიცია ორიენტირებული ადამიანზე. პოლიცია, რომელიც კი არ ვახოს ანაიას, კი არ დაადებს ხელბორკილს და წაიყვანს სიტყვის გამო, სოციალურ ქსელში დაწერილ სტატუსზე, არავედ იამაყებს იმით, რომ საკუთარი სამხრეებით ის სამშობლოს და ადამიანებს იცავს. უბნის ინსპექტორი, რომელიც ჩამოივლის ყოველდღიურად ახალგაზრდებს დაელაპარაკება აღრიცხვაზე, შეხედავს ვის რა იარაღი აქვს, როგორ აქვს, სოციალური დაცვა, პოლიციის უფროსი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს კი არ მოემსახურება თქვენ, მე ქართველ ხალხს ჩვეულებრივად. ეს არის წარმოუდგენელი თავხედობა, რასაც აკეთებენ ეხლა აკეთებს ძალიან ვიწრო ჯგუფი ადამიანები. მაგრამ ხატია, მოდი გავიხსენოთ რა, პოლიციის მიმართ ნდობა რატომ არ არის, ხო? მთელი იმ წინა პერიოდის და მათი ქმედებებიდან გამომდინარე, სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უამრავი udanašaulu ადამიანი სწორედ ცრუ მოწმეებად მიყვანილი პოლიციელების ჩვენებით ხედან. მერე რაც მათ აკეთეს აი ამ აქციებისას, ადამიანებს გახსოვთ იმის ნიღბის გამო აჩერებდნენ, ჩხრეკდნენ, იჭერდნენ, არ ვიცი მე, რეები არ ატრიალეს. შესაბამისად, არ შეიძლება აღარც კი გაჩნდეს რა სურვილი, რომ ვიღაცამ მიმართოს პოლიციას, მაგრამ აი ბატონო ამას ვამბობ, დობა აღარ არის. ხო, ანუ შეიძლება ადამიანს უბრალოდ პრობლემა ქონდეს და უბრალოდ აღარ ქონდეს მას პოლიციის იმედი და აღარც კი მიმართოს პოლიციას, მაგრამ აი ამ შემთხვევაში რა გვანახა ჩვენ გუშინდელმა დღემ? რამდენი პოლიციელი იყო მისული ვახოს დასაკავებლად, ციხეში რომ წაიყვანათ, ხელბორკილები რომ დაედოთ და იქ სადაც ეს ხდება არ იყო პოლიცია და ეხა ბუნებრივია გამახსენდა ყველგან პოლიცია არსად სამართალი მარტო ეს სიტყვები მეტყველებს იმაზე რატომ აღარ არის ნდობა საზოგადოების მხრიდან პოლიციის ინგა იმიტომ რომ სისტემა როდესაც ემსახურება მხოლოდ ერთ ადამიანს და კიდევ მეორე კორუფციის მთავარი
მექანიზმი რა არის, რომ ის კლავს. ყველა კვლევით დადასტურებულია, რომ რაც უფრო კორუფციაში გახლართულია ქვეყანა, რაც უფრო სისტემა მხოლოდ ვიწრო ჯგუფს, ოლიგარქიულ სისტემას ემსახურება ადამიანების, ოლიგარქია ხო რას ნიშნავს? მცირეთა მმართველობას, ხო? მით უფრო ხშირია ადამიანების მკვლელობა, მით უფრო ხშირია სიკვდილიანობა, მით უფრო ხშირია ბავშვთა სიკვდილიანობა, გაუპატიურება, ქალებზე ძალადობა. ეს არის რეალურად ნებისმიერ შემთხვევაში პირდაპირ პროპორციული კორუფციული სისტემა კლავს. წყალდიდობა, როდესაც არ ვიცი, მართლა შეიძლება აგატივტივოს მანქანა და გადაბრუნდე ისე რომ თბილისში შუა ცენტრში და მილიონები დახარჯო ამ დროს ისე რომ 4 მილიონი იხარჯება სანიაღრო სისტემაში წელიწადში არაფერი არ გააკეთო. ან მოიპარო უამრავი ფული იმიდან რა ქვია ამბულატორიებისთვის ასაშენებელი ან მოიპარო უამრავი ფული ის რომ ბავშვებს ბაღში საჭმელი აღარ ქონდეთ. ხო კორუფცია ნებისმიერ შემთხვევაში არის მკვლელი ინსტიტუტი და მაშინ როდესაც კრიმინალური სუბკულტურა შერწყმულია პარტიულ კულტურასთან და პარტიასთან, როგორც ინსტიტუტთან, ანუ რეპრესიულ მექანიზმთან, მაშინ ეს პოლიცია ვერ იქნება ადამიანების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საზოგადოებრივი წესრიგის მსახური და დამცველი. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დიაგნოზი. თუნდაც ნოდარ მელაძის შაბათში გასაჯაროებული კადრებით, როდესაც დაკავებულებს იმას უკეთებენ, რასაც იმ კადრებში ვხედავდით, როდესაც ვნახეთ გორში ერთ დაკავებულ ადამიანს როგორ უსწორდება ამდენი პოლიციელი. ეხლა ჩვენ საუბრობთ რაზე, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება აღარ არის უსაფრთხო. ადრე თუ რაღაც შეიძლება ყოფილიყო კრიმინალისტვის შემაკავებელი, ეხლა გაჩნდა ასეთი განცდა, რომ არაფერი აღარ აკავებს კრიმინალს. აი ისევ ონისე შემთხვევას მასზე თავდასხმას შემოვიტანდი ეხლა ჩვენ საუბარში. გავიხსენოთ უბრალოდ რამდენიმე დღის განმავლობაში როგორ ხდებოდა შეტევა ამ ადამიანზე. მერე უცებ ჩნდება ვიღაც სამი პიროვნება თუ რამდენიც იყო, ესხმიან თავს, ფიზიკურად უსწორდებიან და დღეს რაღაც წერილი გაავრცელეს ამ თავდამსხმელის, რომელიც არის დაკავებული და ის წერს, რომ ჩვენ უნდა დავიცვათო ქართველი მწერლები, ქართული ეკლესია. გეგონება ვინმე ერჩის, ესეც პროპაგანდის როგორი სიბოროტეა. ანუ ძალიან დიდი კითხვის ნიშანია, ხა თავად მისი დაწერილი შეიძლება თუ არა იყოს ეს წერილი, მაგრამ სრულიად ჯდება ქართული ოცნების პროპაგანდაში. როგორ შეიძლება ვინმე გაბედოს და ადამიანებს, ვინც აპროტესტებს რეჟიმის ესე ძალადობრივ პოლიტიკას, დააბრალოს, რომ ისინი ებრძვიან ქართულ ტრადიციებს, თითქოს ებრძვიან ქართველ მწერლებს, თითქოს ებრძვიან ყველაფერ ქართულს. აი, ნახეთ ის წერილი, ნახეთ თქვენ? თავდამსხმელის სახელით, რომელიც გაავრცელეს. ტრადიცია ადამიანების ცემაა? ხო, არ ვიცი. მე საერთოდ მოსაზრება მაქვს, რომ და სხვათა შორის გაცილებით უფრო მაღალი წარმოდგენის ვარ ქართულ ხალხზე, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი. და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამიანები არიან დაორგანიზებული ადამიანები, ჩვეულებრივად, ეს შეკრული, ფულ გადახდილი ან შეიძლება ნარკოტიკის ერთჯერადი დოზით მოსყიდული. კაცმა არ იცის ინგა, იმიტომ რომ ესეთ ადამიანებს, რომლებსაც ასევე თავისი გასაჭირი აქვს, ხო ბიძინა ივანიშვილი და ეს მთელი კოჰორტა მისი ეს კრიმინალური იყენებს ძალიან კარგად, ხო არჩევნებისთვის ესე ტიტუშკებად მიქსევა, მერე იქ წასვლა, ვიღაცის ცემა, ვიღაცის გალახვა. ეს ხო არის ჩვეულებრივი სისტემის მახასიათებელი. როგორ წარმოგიდგენიათ ეხლა რომ ქართველი კაცი, რომელსაც ყავს ოჯახი, ტრადიციული დედა, მამა, შვილები, ონისეს ხელა შვილები, როგორ წარმოგიდგენიათ რომ ადგება ეხა ღამე, ესა ჩაიცმევს და წავა და ხუმრობის გამო ონისეს სცემს. ეს ხო წარმოუდგენელია. ან საკუთარი ნებით გროდ შეკრებილი პირდაპირ ეთერში თავს დაესხმება ჟურნალისტებს და ლამის რომ მოკლა მაკაჩიხლაძე და ჩვენი ოპერატორი გიორგი შეწირული იმ ჯგრომ, ვინც მათ თავს დაესხმენ და არ არის ესეც ხო გამოძიებული. ეს ხომ ერთ-ერთი საქმეა, რომელიც არ არის გამოძიებული. ამიტომ ვახსენე, რომ გადახვართული ერთმანეთში კრიმინალი და ძალაუფლება. ამიტომ ამბობ, რომ როდესაც შეზრდილია კორუფცია, კრიმინალი, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი,
რომელსაც თავისი, ესე ვთქვათ, სამფარველო რაღაცა პატარა კუნძულები აქვს, როდესაც პოლიციელს არ აინტერესებს, რომ შენ დაგიცვას, იმიტომ რომ მას ეუბნებია, რომ მთავარი მტერი კრიმინალი კი არ არის, მთავარი მტერი ვახოსანაია, ინგა გრიგოლია, ხატია დეკანოიძეა, ზალიკო უდუმაშვილია, ან ის ჟურნალისტები, რომელიც აქ ხედან, ან ადამიანები, რომლებიც რუსთაველის პროტესტში იღებენ მონაწილეობას. და ისეთი პოლიციელი, რომელიც ამას იჯერებს და ამას ასრულებს, რა თქმა უნდა, კრიმინალის მსახური ხდება მომენტალურად. ამიტომ, როდესაც ესეთი შეგნებით, ესეთი უნდობლობით, ესეთი კრიმინალური სისტემით და ძირგამომპალი სისტემით იმართება ქვეყანა და მე საერთოდ ინგა ძალიან მარტივი რამ თქვა შეიძლება არაპოპულარულიც მაგალითად ესეც აჩვენებს რომ რაღაც უკონტროლობაც არის ასევე ხო იმიტომ რომ არ შეიძლება ერთმა ადამიანმა რომელიც შეკეტილია იზოლირებულია საერთოდ არაფერი ქართველი ხალხის მას არ აინტერესებს რომ აი ესე მართოს ავტომატურ რეჟიმზე ყველაფერი ხო ხა თქვენ ხო მე ძალიან კარგი ესეთი ჩამოყალიბებული შეხედულება მაქვს იმ პოლიტიკურ არარაობებზე რომლებიც მართლობაში დააყენა ბიძინა ივანიშვილმა მათ ხო არ შეუძლიათ რა უნდა მართოს ეხლა იმ ადამიანმა ყოველდღე რო გამოდის და ევროკავშირს რო აგინებს დღე-დაღამე მეტი რო არაფერი არა აქვს სათქმელი ხო ამიტომ ჩემი აზრით თქვენ კითხვას და არამხოლოდ თქვენ კითხვას ქართველი ხალხის კითხვას მინდა უპასუხო რა ხდება ის რომ ეს ქვეყანა თუ ჩვენ არ დავიბრუნეთ და დაბრუნებას რას ნიშნავს იმას რომ არ შევეგუოთ იმას რაც ხდება სხვათა შორის აი ჩემთვის იყო განსაკუთრებული ქმედება ვახოს ბოლო აი საათები სადაც როდესაც ის ციხეში მიდიოდა ეხა გასაგებია ორი კვირა ჩვენ ყავს პოლიტიკური პატიმრები რომლებიც წლობით რა ვიცი პრეზიდენტი მე-6 წელია ელენეზის რა ვიცი რამდენი ადამიანი მზია ჯანმრთელობა დაკარგული ადამიანები სტუდენტები მაგრამ და ვახოს დარწმუნებული ვარ ეხლა არც არაფერი რაღაცა დიდი შემართება არ ჭირდება ორი კვირა იქნება მაგრამ ამ დაპატიმრების ნახეთ როგორი ოპტიმიზმი როგორი ანუ ირონია როგორი დაცინვა ანუ პაპუაშვილი და ბოჟაძე მართლა ხო არ ფიქრობენ იმას რომ ქართველი ხალხი მათზე კარგი წარმოდგენის არის და რაც ვახომ დაწერა ყველა ძირითადი ძალიან ბევრი ადამიანი ამას ფიქრობს მაგრამ ის ოპტიმიზმი და ის ირონია და ის სურვილი რომ ჩვენ არ შევეგუოთ ამ ყოველდღიურობას რა თქმა უნდა ეს ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს უნდა შეიძლება ეს ვიღაცა ისე ამბობს ეხა პოლიტიკოსია რაღაცას ამბობს ხო რა მოხდა ეხა ჩემი შვილები კარგად არიან გვესმოდეს რომ ეს შეეხება ყველას როდესაც პოლიცია უმოქმედოა ინგა როდესაც პოლიციას არაფერი არ აინტერესებს გარდა იმისა რომ ჩატში ჩაწეროს რაღაცა მესიჯი გადაუგდოს თავის უფროსებს და იქ რაღაც რაც ხდებოდა მაგალითად ძალადობის კადრები როგორც ემდნენ ახალგაზრდას და მე ამას როგორ იღებდნენ და ამისი რამდენი თანამონაწილეა იმ პოლიციას არაფერი არ ეშველება თუ არა ძალიან სერიოზული რადიკალური ცვლილებები ამიტომ ჩვენი შვილებიც ქართული ოცნების მხარდამჭერი იქნება ნაციონალური მოძრაობის ლელოსი თუ არა აქვს ამას მნიშვნელობა ყველა არის საფრთხის ქვეშ და ამ ქვეყანაში არსებობდა ინგა პოლიცია და მე მართლა ამაყივა რომ ამის ნაწილი ვიყავი არა მარტო საქართველოში და ასევე უკრაინაშიც როდესაც გავიდოდით გარეთ შვილებს უშვებდით მანქანებს ტოვებდით და ამისი ჩვენ არ გვეშინოდა ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ის იმედი რომ ამ ყველაფრის დაბრუნება შევძლებთ ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ოპტიმიზმი და ერთი მინდა ვთქვა აი ხა მაგალითად 26 ივლისი იყო მე მგონი ვახოს ძმის კვლელობის დღე ხო ესეა და რა სიმბოლურია ხო ანუ ძალიან სიმბოლურია რომ ესე იგი რეჟიმი აპატიმრებს თავისუფალი სიტყვისთვის იმ ადამიანის ოჯახის წევრს რომელიც ზუსტად წლების წინ ამხელა რა ვიცი რაღაცა დიდი გარღვევა მოახდინა მათ შორის ჩვენ ცნობიერებაში ხო მე ხა მახსოვს ეს ძალიან კარგად ან რამხელა ირონიაც და აბსურდიც და ყველაფერია მოთავსებული იმაში, რომ ხუმრობის გამო უწყინარი, თუმცა ეს ხუმრობა არ იყო, ეს პროტესტში მონაწილეობის გამო შეიძლება ახალგაზრდა გაიმეტო და ცემო. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ეს არ არის ქართველი ხალხის არჩევანი. არც ერთი ადამიანი ამას ხელს არ მოაწერს, თუ არა ქართული ოცნების ანტიეროვნული ძალა, რომელსაც ქართულ ხალხთან აქვს დიდი გული და ამ დროს ოკუპანტთან ერთი განცხადება არ გაუკეთებია ინგა, როდესაც ჩვენი ქვეყნის ხდალურად სიმხდალით სავსე პოლიტიკის ჩვენი ქვეყნის ასე ტერიტორიების გასხვისებას ელოდება ბიძინა ივანიშვილი ბოდიშის შემდეგ. ამიტომ მე მაინც ძალიან იმედიანია ვარ და ზუსტად იმიტომ რომ ქართულ ხალხზე გაცილებით უფრო მეტი კარგი წარმოდგენა მაქვს ვიდრე ივანიშვილს. მადლობა, ხატი